საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის ზოზერ სუბარი მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონის დირექტორთან ჰენრი კერანისთან ერთად შავშეთის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. 2008 წლის ომის შემდეგ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დევნილებისათვის ამ ტერიტორიაზე 177 კოტეჯია აშენებული. მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი გაწეულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და დევნილთა საცხოვრებელი პირობები დაათვალიერა. სუბარი კი დევნილთა სხვა პრობლემებთან დაკავშირებით საუბრობდა ადგილობრივებთან. The government of Georgia together with the World Bank. მსოფლიო ბანკი და საქართველოს მთავრობა ცდილობენ დევნილებს შეუქმნან საცხოვრებელი პირობები, ასევე მისცენ საშუალება შეიქმნან შემოსავლის წყარო. ამის მაგალითები უკვე ვნახეთ, თუმცა მიმაჩნია, რომ მსოფლიო ბანკმა და მთავრობამ სხვა ორგანიზაციის დახმარებით კიდევ ბევრი პროექტი უნდა განახორციელონ. ეს დასახლება მთლიანად არის მსოფლიო ბანკის დახმარებით აშენებული და მთლიანობაში 9 ესეთი დასახლებაა. თუმცა ამითი არ დაუმთავრებიათ დახმარება, დღესაც არაერთი პროექტი ხორციელდება მათი დახმარებით, მათ შორის ამ დასახლებაშიც და უბრალოდ შემდეგ უკვე ვილაპარაკებთ მომავალ შესაძლო განვითარებაზე პროექტების.